ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში სხვა მნიშვნელოვან საბუთებთან ერთად ინახება ერეკლე მეორის საბუთები, რომელიც წარმოდგენილია 2300-ზე მეტი დოკუმენტით. ეს დოკუმენტები მრავალმხრივია და წარმოაჩენს მის მოღვაწეობას ყველა სფეროში. მაგრამ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მის ადამიანურ თვისებებზე. დოკუმენტებში მრავლად არის წარმოდგენილი ოჯახის წევრებისადმი მიწერილი წერილები. განსაკუთრებით მზრუნველობით არის სავსე მისი წერილები თავისი შვილების მიმართ. თეკლას, მამისა და დედის სიხარულს, მადლი, წყალობა და მშვიდობა. თეკუნა, ჩემო შენი სიბზნით სავსე წიგნი მომივიდა, რომლისგანაც ვერაფერი გავიგე. ირზე კოცნით მომიკითხე დედა შენი. არაჩვეულებრივი წერილი, ისევ თეკლასთან წერილი, ავად იყო თეკლა ბატონიშვილი და ლაშქრობიდან წერს ძალიან მოფერების და მოკითხვის წერილს ღმერთს თხოვს წმინდა გიორგის და წმინდა ევსტატის, რომ ოღონდაცო ჩემი შვილი მომირჩინეთო, ჩემი თეკლაო და შესაწირავს გაგიკეთებთ და რამდენიმე თვის შემდეგ მართლაც არის საბუთი ჩვენთან დასული, რომელშიც წმინდა ევსტატეს ღვთაების ეკლესიას შესწირა ყმები. ასევე ძალიან დიდი მოტიწებით და მზრუნველობით სავსე წერილებს წერდა ერეკლე ანტონ პირველს. ანტონ პირველი იყო მისი თანატოლი, დეიდაშვილი იყო მისი. ხელზე გიამბორებიო, თუნებას მომცებ, ყელშიაც გაკოცებო. ესეთი წერილია და მერე უკვე საქმეზე გადადიან და საქმიანი მიმოწერაც არის იმ პირად წერილებში. მრავალმხრივი და განათლებული კაცი იყო ერეკლე, რომელსაც ერთნაირად ეხერხებოდა როგორც თავადებთან ურთიერთობა, ისე გლეხებთან. ეს იყო მეფე, რომელიც გლეხებს არა მარტო თავადებისგან, არამედ თავისი შვილებისგანაც კი იცავდა. და ერთ-ერთ წერილში წერს, რომ თუ ვინმე შეგაწუხოთო, უჩემოთ, არავის დაემორჩილოთო. თუნდაც ეს იყოს ჩემი შვილიო და თქვენს ეზოშიო მზისა და წვიმის მეს აღარაფერს გადაევლოსო. ქვრივმა იჩივლა, რომ ბატონმაო 7 წლის ბიჭი მომტაცაო და წაიყვანა ყმათო და მაშინვე მეფემ მიწერა იმ მებატონეს, რომ შვილი დაუბრუნეო და სანამ არ გახდება 13-14 წლის ხელი არ ახლოსო და მე სხვადასხვა ამ საბუთს გაგრძელება აქვს. რამდენიმე წლის შემდეგ ის ბიჭი როდესაც გახდა 13 წლის, მოხსენებაა ერეკლესი, რომ წაიყვანოსო მებატონომ, ოღონდ მხოლოდ დუქანში ამუშაოსო და არა მიწაზეო. ერთ-ერთმა გლეხმა, რომელმაც არძაში წართმეული მამული მოსთხოვა, რომ წამართვესო მამულიო და თუ შეიძლებაო დამებრუნეთო. და მე ვიციო, რომ თქვენმა სამართალმაო ხმელი ხე გაანედლაო და ვიცი, რომ ჩემი სამართალიც ასევე გადაწყდებაო. სოფელი ქვახრელი მდებარეობდა გზის პირას. ამიტომ ეს სოფელი ერეკლე მეორემ გაათავისუფლა სამეფო გადასახადებისგან, დაუტოვა მხოლოდ საეკლესიო. და რატომ? ზამთარში რომ გზავნი ჩამოივლისო, სახლში შეიყვანეთ, დააპურეთ, გაათბეთ და ისე გამოუშვეთო. ეს არის ბრძანება ერეკლე მეორესი, უბრძანებს თელაველებს. მტერი რომ შემოვა თქვენზეთ, შეიყრებოდეთ, დახვდებოდეთ, გალახავდეთ ჩოხის სარტყელს და ქუდსაც წაართმევდეთ. ნურავის გაეგლეჯინებით, თორემ თუ ამაზე კიდევ თქვენ მომჩივლები გნახეთ და ან შევიტყვეთ, რომ ასე არ აღგიჩრულებიათ, თქვენ თავადიშვილებს 1000 თუმას წაგართმევთ. ეროვნული არქივი ამჟამად მუშაობს ელექტრონულ პროგრამაზე, რომელშიც შედის ერეკლე მეორის მიერ გაცემული საბუთები.
ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და გამოაჩენს ერეკლე მეფის მოღვაწეობას ყოველ მხრივ.